კაზრეთი, საყტრისი საბადო, ამ საბადოების ძალიან სერიოზული ზეკავდენი აქვს ჩვენ სოფელზე. წარმოიდგინეთ, ცოტა მოშორებით არის. ახლა ჩვენი სოფელთან, თითქმის სოფლის თავზე რომ იღოს რამე საბადო ან სამშოები, ახლა თითქმის ამ სოფელში არ უნდა ვიცხოვროთ. სტატისტიკურად ბოლნისში ვიცით, რომ ძალიან კაზრდილია ონკოლოგიური დაავადებები, სიმსივნე და კი ბატონო, ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ხალხი არის ავად, ხალხის ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა და იმიტომ არ გვინდა ჩვენ. განადგურებულია ბუნება, განადგურებულია დღეები, უბედურება უბრალოდ. და სხვა გარგის მომტანი არ არიან. როგორ შეიძლება რომ ჩვენი საჭიროების მოსაგვარებლად ხელისუფლებამ ან სახელმწიფომ საბრძოლოდ უნდა გვითხრას რომ მოდი ჩვენ გავაკეთებთ საბავშვო ბაღს, მაგრამ გავანადგუროთ თქვენი ბუნება. ეს გამორიცხულია, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვართ მოქალაქეები, ჩვენ ვაფინანსებთ, ვაძლევთ. გადასახადს ვიხდით ხოლმე და შესაძლოა ამ გადასახდის გამო ჩვენ ვიხდხობთ იმათთან და არა რაიმეს სანაცვლოდ. რა ხო ვაჭრობის საგანი კი არ არის ეს. შანსი არ არის. ეს ჩემი სამშობლოა. ახლა თქვენ ქართველები ხართ, მე აზერბაიჯანელი ვარ რა. აფხაზეთი და სამაჩობლო ხო ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებს რას ნიშნავს? დარბაზი ჩემთვის პირადად ასეა. როგორ შეიძლება თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ვიღაცამ გამოვიდეს, რომ მე რუსებმა აი მომცეს რაღაც თანხა და უარი ვთქვათ აფხაზეთზე. ნორმალურია ეს? ჩემთვის ეს საკითხი, ეს სამშობლოს და მიდის საკითხი და დავიცავთ ყველანაირად რა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავაბრუნებ აფხაზეთს და სამშობლოს, მაგრამ თუ ეს ბუნება, ეს სოფელი განადგურდება, მაგას ჩვენ ვერ დავაბრუნებ. ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ჩვენ ვერ დავაბრუნებ, ჩვენი ბუნებას დღეს ვერ დავაბრუნებ. და ამას იცოდეს ყველა. მას შორის იმ რუსული კომპანიის წარმომადგენლებმა, მაგრამ ეს არის ღირსების საკითხი ჩვენთვის და ვაჭრობის საგანი არ იქნება არასოდეს. ეს არ არის მარტო ჩემი და ჩვენი სოფლის პრობლემა. ეს არის ყველასი პრობლემა რა. იმიტომ რომ საქართველო არის ჩვენი სამშობლო და სვანეთში თუ რამე ხდება, მე ძალიან ვწუხ ვარ მაგის გამო რა. იყო ნამახვენის ესის შემთხვევა, აქციებზე წავდიოდი, ბანკის სისხლეობის შემთხვევაში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული. მე მან არ ვცხოვრობ. მაგრამ ვიცი რომ ჩვენი მოქალაქეების საზიანოა მათ სამუშაოებს, ხო? მოსახლეობა არ უნდა. კაზრეთის იქით არის ძალიან ბევრი ადგილი რა. რაც უნდა გააკეთო მათ. რომელიც ვიცი რომ მოსახლეობა შეწუხებული არ იქნებიან, ხო? ბავშვები დაავადებული არ იქნებიან, იმდენად არ განადგურდება ბუნება, მაინც განადგურდება, ხო? მაგრამ მესმის რაღაცნაირად რომ გიბადონ, არის რაღაც სიმდიდრე და უნდა, ასე ვთქვათ, აიღონ, რავი, გადასახადზე გადაიხადონ და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა თუ საბრძოლოდ არის მოსახლეობის სიცოცხლე, თუ საბრძოლოდ არის ადამიანის ჯანმრთელობა, ხო? ეს ვაჭრობის საგანი არ იქნება.